უპრეცედენტო რაოდენობის რუსეთის მოქალაქეთა მიერ ლარსის საზღვრის კვეთის შესახებ რუსეთის საბაჟო სამსახურის მონაცემებს რუსული მედია მოსალოდნელ მობილიზაციას უკავშირებს. მობილიზაცია სახელმწიფო სათათბირო სექტემბრის არჩევნების შემდეგ შეიძლება გამოცხადდეს. ვაშინგტონის ომის შემსწავლელი ინსტიტუტი წერს, რომ ხელისუფლება ამისთვის ემზადება. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც აცხადებს, რომ პუტინი ფრონტზე 300-დან 500,000-მდე ადამიანის გაგზავნას გეგმავს. გრიგორი სვერდლინი, რუსი ოპოზიციონერი აქტივისტი, ანტისაომარი ორგანიზაციის წადით ტყეში დამფუძნებელი, რომელიც რუს მამაკაცებს მობილიზაციისთვის თავის არიდებაში და ქვეყნიდან გაქცევაში ეხმარება, ამბობს, რომ ბოლო პერიოდში მობილიზაციის შიშით რუსეთიდან წასვლის მსურველთა რაოდენობა მართლაც კოლოსალურად გაიზარდა. ის კომენტარს აკეთებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაზეც, რომელშიც რუსეთის საბაჟოს მიერ გავრცელებული საზღვრის კვეთის გაზრდილი მონაცემები უარყოფილი იყო. ლარსა რიგები მართლაც არის. როგორც ჩანს, ხმები ახალი მობილიზაციის შესახებ სიმართლეა, რაც მოქმედებს რუსეთის შიგნით განწყობებზე. ბევრი შიშია, პანიკაა. ჩვენი ორგანიზაციის ხელხაზზე ფიქსირდება უამრავი ზარი, მათ შორის იმ ადამიანების, რომლებიც ჯერ არ წასულან რუსეთის არმიაში და არც სურთ წასვლა. ამიტომ რუსეთიდან წამსვლელთა რაოდენობა იზრდება. ინტერესდებიან როგორ გადაკვეთონ საზღვარი. გვიკავშირდებიან კომპანიებიც, რომლებსაც სურთ თავისი თანამშრომლები დისტანციურ სამუშაოზე გადაიყვანონ. მაგალითად თბილისში, ერევანში. რატომ უარყოფს საქართველოს ხელისუფლება ინფორმაციას, რომ რუსეთიდან მგზავრთა ნაკადი გაზრდილია? საქართველოში პრორუსული ხელისუფლებაა და მე ვფიქრობ, რომ ამ განცხადების სტილი ძალიან გავს იმ სტილს, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება იყენებს. აშკარად ყუილია. ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთისკენ იყურება და აკეთებს იმას, რაც სურს რუსეთს. რუსეთს კი სურს მობილიზაციაზე საუბრები ჯერჯერობით დამალოს. დღეს რუსეთის საბაჟო სამსახურმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მოგზაურთა რეკორდული ნაკადი ტურისტულ სეზონს უკავშირდება. ამ დღეებში კი რუსული მედია რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის 18 აგვისტოს საღამოს გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარი ბოლო 24 საათში 20,000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა. რუსეთის საბაჟო უწყების ინფორმაციით, მსგავსი დინამიკა უკვე რამდენიმე დღეა შეინიშნება. 15 და 16 აგვისტოს ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე ყოველდღიურად 19,000-ზე მეტი ადამიანი გადადიოდა. რუსული მედია ლარსზე არსებული რიგების ფოტოებს და ვიდეოებსაც ავრცელებს. ამის შემდეგ 19 აგვისტოს ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც თქვა, რომ მედია საშუალებებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ბოლო 24 საათის მონაცემებით საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ლარსის გავლით სხვადასხვა ქვეყნის 7,880 მოქალაქემ გადმოკვეთა.